ვლადიმერ ბედუკაძე პატიმართა წამების კადრებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და სკანდალურ აღიარებას აკეთებს გლდანის მერვე სასჯელ აღსრულების დაწესებულების თანამშრომელი, რომელმაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი კადრები გაავრცელა, აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეო მასალებში, სადაც პატიმართა წამება ასახული და სადაც ფიგურირებს ცოცხი, გაუპატიურების სცენა არ არის ასახული. მე არასდროს არც ერთ ინტერვიუში არ მithქვამს, რომ იმ სცენაში, სადაც ცოცხი ფიგურირებს, ეს არის გაუპატიურება ცოცხით. ეს იყო დაცინვა პატიმრის, ეს იყო ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი და მას დასცინოდნენ. ჩემს ვერც ერთ ინტერვიუს ვერ ნახავთ, სადაც მე ვამბობ, რომ ცოცხით იმ ვიდეოში მოხდა გაუპატიურება. ცოცხი ფართოდ გავრცელებული საგანი იყო პატიმრების შეურაცხყოფის. აშიშვლებდნენ ნაცემ პატიმრებს, ვინც თანამშრომლობაზე ხელწერილს არ წერდა, ადმინისტრაციაში შეჰყავდათ და უნიტაზში ამოვლებული ცოცხით ქურდად ნათლავდნენ. ამ განცხადებას ბედუკიძე პრაიმ ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლიტვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რომას რაუდისის სკანდალური ვიდეო მასალების ჩვენების შემდეგ ლიტვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მივლინებული იყო საქართველოში. BBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში რაუდისმა განაცხადა, რომ მან მოახერხა გამოეკვლია ის პატიმრები, რომლებიც ვიდეო კადრების მიხედვით სხვადასხვა საგნებით გააუპატიურეს. რადგან მე საქართველოში მივლინებული ვიყავი როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, პირველ რიგში მაინტერესებდა გარეშე საგნებით გაუპატიურების დეტალები. მე თავად შევთავაზე ქართულ პროკურატურას, რომ მსგავსი ფაქტების დასადასტურებლად ან უარსაყოფად აუცილებელი იყო დაზარალებულების გამოკვლევა, მაგრამ ჩემს მიერ ჩატარებული დათვალიერების შემდეგ ძალადობის ფაქტები არ დადასტურდა. ბელგიაში სკანდალურ ფირებს ექსპერტიზა უტარდებათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, სწორედ ექსპერტიზა გადაწყვეტს, მიანიჭებენ თუ არა ბედუკაძეს ბრიუსელში პოლიტიკური დევნილის სტატუსს. ბედუკაძე მის შესაძლო ლიკვიდაციაზეც საუბრობს და ბრიუსელიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.